მოგესალმებით, მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ. ჩვენი გადაცემის სტუმარი დავით ნარმანია. გამარჯობა, ბატონ დავით. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ ჩემი გადაცემის და მოხვედით. კარგია, როცა სახელმწიფო მოხელით თქვენი მინისტრი, მობრძანებით ესეთ შოუში ძალიან კარგია, მიხარია. ვიცი რომ დღეს ძალიან დიდი გადარბენა გქონდათ, ჯერ ვნახე რომ ბობოხიძესთან გქონდათ დიდი აურძაური. ჭიდაობა. ხო, აურძაური. ხო და დაუთმე შენწეთ. ვიცი ბობოხიძე არის რა ასაყვები ხოლმე რა დაიწყე საყოლა 9 წელი ხო და ეხლა ახლაც იგივე შემართებით აგზელებს ვარ ესე არ გამოვა ასე არ გამოვა ესე იგივე ახლა ჩვენი დროა ახლა თქვენი დროა ანუ მევიდა თქვენი დრო მევიდა იმერულად არის იმიტომ რომ ხო პარლამენტი იმერულად ამბობენ ხოლმე და მე იყავით აკუბარდიასთან ეხლა აკუბარდიადან მოდიხართ ჩემთან როგორ არის აქ არის მშვენივრად ელოდება როდის მიხვალ მასთან გადაცემაში და ასე თქვათ სერიოზული უმორისტული ფონით როგორ გაამხიარულებ კავკასიის მაყურებელს. თვითონ არ მოდის და ამიტომ ჯერ თვითონ და მე მეგულა ეს პრობლემა. ერთი ვინმე უნდა მივიდეს რომ დაიწყოს პროცესი. მოდი თავიდან შენ მიდი, მე ის მოვა. ბატონო, პრობლემა არა, მე მივალა. ეგ არ მზღუტავს. ძალიან საოცარი იუმორი აქვს სხვათა შორის, ძალიან საოცარი. თავისებური, მაგრამ აი 10-იანში ურტყამს ვერ დაფერ. რეკლამებს შორის ლაპარაკობთ ხო? მიხვდით მაგ იუმორს თუ ზოგადად რასაც ეთერში ამბობს ის იუმორია. ორივენიცა. ხო, კოკაკოლას შემოგთავაზეთ ბატონ დავით, მაგრამ ზედმეტად პომპეზურია და ამიტომ წყალი მიირთვით თუ შეიძლება. მადლობა. ზედმეტად პომპეზურია და შეგიძლიათ წყალი მიირთვათ, არ არის პრობლემა ეხლა. აჰა, თქვენ პომპეზურობას მიჩეული ვარ, 9 წელი პომპეზურობას დაკეთა. ორი კითხვა მაქვს, რაც ყველას ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, ბატონ დავით. პირველი, როდის დამთავრდება მთავარი ავტობანი და რა ფასიანი პიჯაკი გეცვათ ინაუგურაციაზე? მაგაზე იყო ძალიან დიდი ამბავი, რომ ძალიან ისეთი ფასიანი პიჯაკები ეცვათ ხალხსო. მე მეცვა ის პიჯაკი, რაც ფასია შენთან გადაცემაში, ხოლო ფასი შენ თვითონ გამბოიცანი. რატენი $180. ხოლო რაც შეეხება ავტობანს, მივდივარ ძალიან ჩქარა და 2018-ისთვის დავამთავრებთ ყველა ძირითად სამუშაოს. მთლიანად თავდება 2018-ში ბათუმამდე ჩავალთ. ქუთაისაც გავწდებით და ბათუმის შესასვლელში ვიქნები. ანუ ესე იგი ქუთაის აულის სულ ლიწინით ჩახვალ ბათუმში. ქუთაის აულის ხო გვერდს? კი, ქუთაის აულის გვერდს იქ ძალიან ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ამ ეტაპზეც. ქუთაის აულით გვერდს, მაგრამ არ დავტოვებთ გვერდზე. ანუ მე ხება იცი, ქუთაის აულით გვერდს პარლამენტს თბილისში გადმოიტანთ. თქვენ სააკაშვილი ქუთაისელი ხო არ გონია? ქუთაისელი არ არის ეგა. რიონს თუ უტოვებთ ქუთაის რიონს? რა თქმა უნდა, რიონს. ცოტა რომ გაგრილდეს ხალხი საფხოლობით. რიონზე გვექნება ერთი ძალიან დიდი ხიდი და ასე თქვათ, ვტოვებთ იქ სადაც მე გეტყვით ერთ კაი ამბავს. აი მაგალითად კიდე ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი მაქვს ძალიან კარგი, მაგ ქუთაისში შესასვლელში ავაშენოთ ძალიან მაღალი შენობა. ძალიან მაღალი და ფართე. დიდი ფართე შენობა იყო. მიშას რო უყარდა ესეთი. ხო, მიშას რო ვაშენება, მაღალი შენობები უყარდა, მაგ კაცს თვითონაც ხო მაღალი კაცი იყო. ხო და რო ავაშენოთ და მზე რო ჩამოეფაროს მთლიანად ქუთაის, რა თუნდა მზე ქუთაის. რაღაცა ნამეტანი შედეგი შენ ქუთაის არცვლად მასეა საქმე ქუთაისში სერიოზული წყლის პროექტი დავიწყეთ ასე რომ თვითონ გაგრილდებიან რიონის გარეშეც ჩვენს მიერ მიყვანილი 24 საათი ექნება და ეღირსება ქუთაის კოკაკოლა თუ პომპეზურია და კოკაკოლას ვერ მივაწვით აგერ იქნება წყალი ჩვეულებრივი დასალები და ნაკლები პომპეზურობით კარგი ერთი შეკითხვა აქვს ესეთი სადავრი კაცი ბრძანდებთ სუგდიდი ბებია ბაბუა ასევე ზუგდიდი. რა გვარის ხალხი? ბაბუა ნარმანია იყო. ნარმანია, გასე კი ბებია? არის კიდეც. ბებია ჯაბუა. ჯაბუა. ესე იგი ჯავახიშვილი არ გირევი არავინ.
ჯაბუა და ჯავახიშვილი ჯაჯა არის ორივეში. ანუ დასაქმების შანსი არ არის, ხო ჩემი? გვარს თუ გადაიგეთებ. ჯავახია. თუ გადავიგეთე კი ბატონო. ღარიბაშვილთან მეგობრობთ ისე პრემიერ-მინისტრი. კი, რა თქმა უნდა. მე ახლა ჩხუბი რო ქონდა ატوار გაყევით სამშაბათს. სადაც? პარლამენტში ნაცებთან ხო ქონდა ჩხუბი. ეგ არ ვეღარ. ჩხუბი იყო ჩხუბი ჩაუნებრივი. ზურგს უმაგრებდით. კარგი. სხვათა შორის ძალიან უცნაური გარდატეხა მოხდა პოლიტიკაში რა. ანუ პრემიერის შეცვლა რაღაცნაირად ეს სიმბოლურად მოხდა ბატონ დავით. იმიტომ რომ აი მაგალითად მდიდარი წავიდა ღარიბაშვილი მოვიდა. აი მდიდარი წავიდა ღარიბაშვილი მოვიდა. ან რაღაცა ცოტა ტრანსფერებში ვერ არ მომეწონა მე ტრანსფერები, იმიტომ რომ მაგალითად ახლა სამთავრობო გუნდში პელე გაუშვით, ჭიკაიძემ შემოუშვით მოედანზე. თქვა ბიგნო პელეს მეძახიანო და მან მითხრა და ამიტომ ცოტა ის იყო ცვლილებებში ნუ რა გითხრათ. მოგწონთ ახალი მინისტრთა კაბინეტი? ყველა ჩემი კოლეგები არიან, ყველა ჩემი მეგობრები არიან, ერთად მუშაობდით ერთი წელი და კარგია რომ არ მოხდა ესეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, იმიტომ რომ კარგად შეთამაშებული გუნდი ვართ, არა საქართველოს ასე ვთქვათ სიტუაციიდან გამომდინარე, არამედ ესე რომ შეგვიძლია უფრო სერიოზულად მივყვეთ ყველაფერს წინ და გასაგები იგივე გუნდია ხო? ერთი ჭიკაიძე შეიცვალა ღარიბაშვილით და ნუ იგივე გუნდი დარჩა. გასაგებია, ნუ მე ერთი ფრაზა მინდა გავიხსენო ბატონმა ბიზინამ როცა თქვა რომ მინისტრებს ნუ აკრიტიკებთო, იმიტომ რომ ენთუზიაზმი ეკარგებათო და ვერ მუშაობენ კარგათო. თქვენ როგორ ახლა ნაციონალებმა არ დაუჯერეს თორე რომ დაეჯერებინათ უფრო კარგად იქნებოდა მათ. ანუ რა მანამდეც რომ დაეჯერებინათ და ახლაც. რანაირად ნაციონალების უნდა დაეჯერებინათ ბიზნესისთვის ანუ კრიტიკას მაინც აგრძელებენ პირიქით მოუმატეს კრიტიკას. არა თქვენ მე ენთუზიაზმი გეკარგებათ თუ არა? არა პირიქით. ძალას ხმატებთ და უფრო აქტიურად ვიქცევთ. პრესა რო გაკრიტიკებთ თუ უფრო გებათ ენთუზიაზმი ხო ან მუშაობის მუღამი ხო? როცა ერთი გვაკრიტიკებს მეორე და მესამე ინტერესდება, ანუ ამით ასე ვთქვათ უფრო მეტი ადამიანისთვის გვეძლევა შესაძლებლობა რომ ავხსნათ, იმიტომ რომ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები სხვადასხვა საშუალებებს უყურებენ და ამით ასე ვთქვათ ჩვენი რეიტინგი პირიქით წინ მიდის, თუმცა რეიტინგი არ არის თამარ. გასაგები, არა მე ერთი თხოვნავ, ხა ისე კარგათაც ნუ იმუშავებთ, რომ მე ჩვენ კრიტიკის მუღამი დავკარგოთ. ისეთი ხარ ყოველთვის მოძებნე რა. რაღაცას მოგიზებდი. ავზე და კოკაკოლაზე დეტელი გადაცემა და სადღაც იპოვი გაფუჭებულ გზას ან მოუშვე ბონკას და წყალი არ მოდიდეს იქნება. კაი, მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ თქვენ სამინისტროს. გადავიდეთ და მაინტერესებს რა ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი უახლოეს მომავალში. რა ვიცი, დაწყებული გზებიდან, ნაგავსაღრელებით დამთავრებული ყველაფერს ვაკეთებთ და ძალიან ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი მომდევნო წელსაც. არა, გასაგები ილაპარაკეთ, თორე მე ნაციონალები იტყვია, რომ ყველაფერთან ერთად მინისტრის გაჩერდაო თვითონ ისაუბრეთ რა არის კიდე ესე იგი, ჩემო ძირფასო და სულზე უკნესო ნაციონალები. რა თქმა უნდა, ესე იგი, მომდევნო წელს ჩვენ დავაგებთ 250 კილომეტრ გზას. მათ შორის მინიმუმ 50 კილომეტრი იქნება ავტობანი დაგრძელებული, უფრო სწორედ სხვადასხვა მიმართულებით. რა იქნება წაგრძელებული? ავტობანი იქნება დაგრძელებული. ხო. 25 მუნიციპალიტეტში ქალაქის მოსახლეობას შეუყვანთ წყალს. გავაკეთებთ 11 რეგიონულ ნაგავსაღრელს. დაიწყება 2 რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ტურისტული და კულტურული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. კი ბატონო. და რაც ნაციონალებს აინტერესებს, თბილისი რუსთავის გზას ვიწყებთ როგორც იქნება. დაიწყება თბილისი რუსთავის გზა. ანუ არჩევნებიო დავთორდა მაინც აპირებთ ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. და ახლა იქით აკვირას გავხსნით, ოღონდ არა პომპეზურად კობი გუდაურის გზას ვიწრო წრეში მარა დაგკარგეთ. გზას ვიწრო ხო არ არის ერთი მანქანა, ერთი სამანქანა. არა, სხვათაშორის. მაქვე ძალიან სერიოზულად ვიმუშავე. გზა ვიწრო არ არის, ესე იგი პომპეზური, ან გზა იქნება პომპეზური, მაგრამ პომპეზურად არ გავხსნით. პომპეზურად არ გავხსნით. სამოქალაქო სექტორთან მიგვიყვანს? აუცილებლად. ყველა საფთან მიგვიყვანს, ყველა ადამიანთან ისთანაც გინდა ანუ გზა, რომელსაც თქვენ აგებთ სამოქალაქო სექტორთან მიგვიყვანს. ძალიან კარგი.
იმიტომ რომ ადრე იყო გზები, რომელიც სამოქალაქო სექტორთან არ მიუყვებოდა. სექტორი თუ მოვიდა ჩვენთან და მოგვადგა ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამიტომ ჯობია რომ ჩვენ მივიდეთ მათთან ახლოს. ხომ არ აპირებთ გადასვლა სამოქალაქო სექტორთან, რა ვიცი ხო. მოდი ესეთი რუბრიკა გვაქვს ჩვენ ბატონო დავით, რომ აბა არის ესეთი გამოცანები პოლიტიკოსებზე. გვაქვს ესეთი, მაგრამ მარტივია ხო, შეკითხოს გისვა, უნდა გამოვწოთ პასუხი, უნდა გამცეთ და მე გეტყვით სწორია თუ არა. დავიწყოთ? დავიწყოთ. შეიძლება თუ არა თანამდებობის პირმა ცოლად შეირთოს თანამდებობის პირი? რატომაც არა? ან თქვენ ამბობთ თუ შეიძლება? შეიძლება. მე ვამბობ რომ არ შეიძლება. იმიტომ ნათესავებს შორის ქორწინება აკრძალულია, არ შეიძლება. არა. რატომ გონია რომ ყველა თანამდებობის პირი ერთი სანათესავო წრეა? რაღაცა ექნება საერთოდ. კაი, 1 კილო მიშა უფრო მძიმეა თუ 1 კილო ბიძინა? ძალიან შეკითხვა ხო არის ბაბაზე და რკინას? სასტორი გვაქვს. სასტორი გვაქვს? გვაქვს. ერთი ბაზე დევს 1 კილო სააკაშვილი და 1 კილო ბიძინა. რომელი უფრო მძიმეა? მიშა უფრო მძიმე იქნება და გეტყვი რატო? ის ხტის. მიშა ხტის. არა, შეიძლება მიშა უწონასწორო მდგომარეობაშია განსაკუთრებით ბოლო დროს. ნუ უწონასწორო შეიძლება მიშა თქვა რომ მოცულობა დიდია და შეიძლება მიშა უფრო მძიმეა, მაგრამ ბიძინა უფრო მძიმეა. ვესი აქვს უფრო მეტი, გაიგე და ვესი მაგლობიდით კი ბატონო. რესტორანში შედან პოლიტიკოსები და ატეხენ დებოშს. ანუ ამათი რაღაცა. რომელს დაიჭერენ ოცნებისებს თუ ნაციონალებს? ვინც დააშავა, რა პრობლემაა? ხო, ანუ ვინც დააშავა, იმას დაიჭერენ. არა, ოცნებისებს დაიჭერენ. იმიტომ ნაციონალები და ვიღა დარჩა გარეთ. ოცნებისებს დაიჭერენ. პარლამენტში ძალიან საინტერესო გამოცანა. პარლამენტში შედან ოცნების წევრები და ერთი ნაციონალი. პარლამენტში ოცნების წევრების შედან და ერთი ნაციონალი. როგორ უნდა გამოარჩიო რომელია ნაციონალი? რა დიდი გამორჩევა მაგას უნდა. აი, როგორ რაბანაირად? ყველასგან განსხვავებულია. როგორ? აი, რანაირად? ყველასგან განსხვავებული. არ ვალაპარაკოთ ისე? ხო, აი, არა, ხო, არ ვალაპარაკო, ისე უნდა შეხედო და გამოისვა რომელი აქედან ნაციონალი. ყველაზე სერიოზული ვინც არის ნაციონალი. არა ისე დასერიოზულდნენ ამ ბოლო დროს ისე დასერიოზულდნენ ხო იმიტომ რომ ვიცი რომ ერთი რამდენი მეორე წელია უკვე არ გაუციეთ მაგრამ მე გეტყვი მაგითო გეუბნები გასაკუთრებით ბოლო პერიოდში როგორ უნდა გამოიცოთ რომ ნაციონალია და ბატონ დავით უცებ გეტყვით პასუხს და მე გავაგზავნე პასუხი ესე იგი არის უნდა ჩაურთოთ სიმღერა მიშა მაგარია ვინც პირს ააყოლებს ჩუმად ესე იგი ეგ არის ნაციონალი ხო მიხდები რა ხოლო ვინც ზის და ფეხებს ესე აკეთებს და პირს არ აყოლებს ის არის ოცნების მიშა მაგარი პატარა ფეხებს არ იმჩნევს სახეზე რა მუსიკა მოწონს უბრალოდ მუსიკა კარგი დაასრულეთ სიმღერა ხამზია და ხანდარია ხან გვიჭირს ხან გვიხარია დარია თუ ავდარია მიშა მაინც მაგარია არა დარია თუ ავდარია დავით ნარმანია დავით ნარმანია ეხლა შეიცვალა ესე გადაკეთდა სიმღერა კაი კარგი მოდის მიდის არ ჩერდება ვინ არის ჩემზე საუბარი მოდის მიდის არ ჩერდება გეტყვით მოდის მიდის არ ჩერდება არის ივანიშვილი და მიდის მოდის არ ჩერდება არის სააკაშვილი და კარები სააკაშვილი და კარები მაგარი შედარება კი კაი ორივე მაღალია აი მოდი ერთი ესეთი კითხვა რა ვიცი ეს შეკითხვა დავსვით ხო მან დაამარცხა კრიმინალი მოსპო კორუფცია ააყვავა ეკონომიკა განაახლა და გაალამაზა ქალაქების სიღნაღი თბილისი ბათუმი ქუთაისი ლაზი გადაგავიწყდა მოაწესრიგა გზები და ინფრასტრუქტურა დაასახელეთ ეს ადამიანი ლაზი გადაგავიწყდა თორემ მივხვდებოდი ვიზეა საუბარი და ახლა მართლა გამოცანა არა მაგის პასუხი ახლა შენ იცი მაგრამ უბრალოდ თქმა არ გინდათ გასაგებია უნდა დაგემატებინა სამ-სამჯერ გახსნა გზები გვირაბები ხიდები კაცო რა სჭირდება ანთო გაზი მაგრამ აღარა გვაქვს იცი რას გეტყვი დათო პიარს უნდა მიხედო პიარს როხსნი იმას და ჩუმად როხსნი გესმით პიარში გებო
მოგხედეთ. დამიკირავე და აი ტვინი გადმომდის, დავით, ტვინი გადმომდის რა. დამიკირავე უცბად, აბა ნახე, ამ ხელა მონაკვეთს დააგებ, ამ ხელა მონაკვეთს და ამ ხელაზე გაგიზდი. ვანოს რო უთხრეს მე რაბიშვილს ამ ხელა მონაკვეთზე გამახსენდა, ნაღდი ამბავი აღონდა არ ხუმრობ, ზემო იმერეთში დააგეს ძალიან პატარა მონაკვეთი, სადღაც ესე 300-400 მეტრი, ქვემოთ გზა არ არის, ზემოთ გზა არ არის და ავიდა გასახსნელად. ბებიაო გამოვიდა ერთი მოხუცი და ჩვენო ამ ხელას ტყლაპს ვასხამთ ზემო იმერეთში. კაი. თეატრაში იმერულად უთხრა, იმერულად. ეგ ნამდვილი ამბავია. კი, ნამდვილი ამბავია. რა ვიცი ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა. ხუმრია ბატონო ვანო. მინდა გადაგიხადოთ რომ მოხვედით ჩემთან გადაცემაში. ვიცი რომ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს დღეს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ტელევიზორს უყურებდით და სუჩხუბში ხართ და კამათში. ჩემთვის უჩვეულო. ახლიდან იწყება, მეორე ეტაპი იწყება თქვენი მინისტრობის, ანუ უკვე მეორედ დაინიშნეთ მინისტრად. და რა ვიცი, წარმატებები მინდა გისურვოთ. რა ვიცი, თუ კარგს გაგვიკეთებ რამეს ამ სტუდიაშიც, მადლობის მეტი არაფერს გეტყვი, გეფიცები. აქ მე რაღაცები მაქვს პატარა შესალამაზებები, რაღაცები იგით აქეთ, მაგრამ ეხლა მე მიყვარს პომპეზურობა. პომპეზურობა უნდა იყოს, უნდა გააესო, უნდა კაშკაშეთ პომპეზურობა მოითხოვე რომ ჩემ ბიუჯეტის ნახევარი ძაიღე არ გამოვადა. პატარა რაღაცა შესალესი თუ გაგიშოს. ეს წუწუნი რა იციან ამ ახალმა მთავრობამ, რა სუწუწუნებენ. სუწუწუნებენ, რა იყო ფული. რაღაცა იქ რაღაცა ვიღაცას გამოართვი იმას. არა, გამოართვი არ გამოვა. მე თვითონ უნდა გავაკეთო. ეგ აღარ ხო? აღარ გამოვა. ეგ არ გამოვა. კაი, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, მართლა წარმატებებს გისურვებთ. ბატონი დავით ნარბანია იყო ჩვენი სტუმარი, მადლობა.